რას დღესასწაულობ ჩვენ? უფალი დიდებით შედის იერუსალიმში. მაგრამ ვისგან იყო დიდება? უფალი როდესაც ეთისხლისიდან ეშვებოდა და ხედავდა იერუსალიმს, ტიროდა. ესე იგი, რა დიდებისთვის მოდიოდა, დიდება შეულდებოდა. უფალმა იცოდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს იძახის ოსანა ძესა დავითისა, ოსანა მაღალთა შინა. გავა რამდენიმე დღე და იგივე ხალხი იყვირებს ჯვარსაც სუეგე. როგორი არამდგრადი არის ადამიანის ბუნება, რომ ერთი უკიდურეს მეორე უკიდურესობას გადადის. რატო დიდებდა, გაქცევდა ხმა, რომ აი 4 დღის მკვდარი აღადგინაო. უკვე იხსნებოდა სხეული ის აღადგინა. ესეთი სასწაული არ ყოფილა. გაახსენდა სხვა სასწაულები. ანუ საქმენი უფლისა გაახსენდა და ადიდებდნენ მას. მაგრამ ადიდებდნენ კიდევ, იმიტომ რომ მეფე მოდის. ეს დიდი ნატრა მათი, რომ მას შემდეგ რაც რომმა დაიპყრო ეს მიდა მიწე და არა მარტო ეგვიპტე და გარშემო ქვეყნები, მეფე აღარ ყავდათ და უნდათ მეფე. და ამ დროს იყო წინასწარმეტყველება, რომ ხსნელი მოვა მაშინ, როცა მეფე აღარ ეყოლებოდა. და ხსნელი კი არა, მეფე უნდათ ისევ. გახსოვთ, რომ 5000 კაცი დააპყრო უდაბნოში და მე ზღვით დამოვიდა, იქიდან ეძებდნენ მას ეს ადამიანები, რომ უნდა მეფედ გამოეცხადებინათო. უფალიმი დამოვიდა მათგან, დაშორდა და როცა მოიკითხეს, უპასუხა მათ, თქვენ იმიტომ კი არ მეძდეთ, რომ სასწაული ხილთ, არამედ რომ პური ჭამეთ და განზეხითო. ანუ თქვენი განზრახვა არის თქვენ კომფორტულად რო იყოთ. საჭმელ სასმელი გქონდეთ, გასართობი გქონდეთო, დასასვენებელი, სამოგზაურო სადმე წახვიდეთ. და ზეცისკენ, ღვთისაკენ მიმართული თქვენი აზრები და სურვილები არ არის. და უფალი ტირის ამას და ამsom რამდენჯერ ვინებე მე თქვენი მოქცევაო. ესა მეტყოლნი გამოგიზავნეთ. ლოგი მოკალით, ლოგი ჩაქოლეთ, ლოგი გვემეთო. და ნეტა ვიცოდეთ ეხლა მაინც რომ დაადიდებთ მას იერუსალიმსკენ მომავალ მაცხოვარს რა ემსახუროთ თქვენ დიდებასო. უფალი დიდებას არ ითხოვდა, უფალი სიყვარულს და თავმდაბლობას და რწმენას ელოდებოდა. მაგრამ ყველას ხო თავი მისია აქვს. უფალი მოდის და იცის უკვე და მანდ უფრო ადრეც კი უთხრა მოწაფეებს, რომ მივდივართ იერუსალიმში და იქ შეიპყრობენ ძესკაცისას, დატანჯავენ მას, გადასცემენ წარმართებს და ჯვარშაცვენ მას. მაგრამ აღდგება მესამე დღეს. მოწაფემ ვერ გაიგეს ეს როგორ აღდგება, თუ მოკლეს როგორ არჩიეთ აღდგებაო, ვერ გაიგეს. თუ კი მოწაფეებმა ვერ გაიგეს, დანარჩენი ხალხი რო გაიგებდა ამას. და აი ამ დიდებით შესვლას იერუსალიმში დღესასწაულობთ, არა იმიტომ რომ უგალოვოთ მარტო ოსანა ძესა დავითისა, არა ოსანა მხსნელსა ჩვენსა მაცხოვარსა და მაკურთხეველსა და მეოთ მოსისას სამჟავროზე ჩვენსა განმამართლებელსა, ეს მაცხოვნებელსა ჩვენსა. ამიტომ ჩვენ
იქ ბზებს და პამის რტოებს და სამოსეს უფენდნენ გამარჯვებულ მეფეს და ვიზე გაიმარჯვა ქრისტემ ხალხისთვის უცებ მეფეს გამარჯვებულს უკეთ ხალხი მაგრამ მათ წარმოდგენაში ესე იყო და სინამდვილეში დიდება ეკუთვნოდა მაცხოვარს და არ ამ ქვეყნის მეფეს რა არის მოდა ხალხს ეს და ჩვენ მოვიტანთ ბზებს და ვაკურთხებთ და მიგვაქვს სახლში რომ მთელი წლის განმავლობაში სახატესთან გაგვახსენებს ჩვენ რომ უფალი მოვიდა ქვეყანაზე ჩვენ საცხოვნებლად და უფალი მეორედ მოვა ჩვენ განსაზღვრად და ყველა მთელი კაცობრიობისა აი რომ ეს გვახსოვდეს სამახსოვრო ჩვენ მიგვაქვს რომ იქ უფენდნენო აქ ჩვენ სახლში მიგვაქვს ვის უფენდ ჩვენ გონებას ჩვენ წმენას ჩვენ სინდის რომ გახსოვდეთ რომ უფალი მოვიდა და ყველათ მომოლარს და ყოველ დილა თუ საღამოს როცა დადგებით სახატესთან დაინახათ იმ ბზას რომ შეიძლება დააჭყეს და მაგრამ გაგახსენეთ თქვენ რომ უფალი ჩვენ დასაცავად მოვიდა ქვეყანაზე უფალი ელოდა ჩვენ სიყვარულს და ჩვენ თანდაბლობას და ჩვენ ისეს მიერ წმენით ცხოვრებას ელოდება ჩვენგან აი ეს ბზა სახში სახატესთან ჩვენ გასახსენებლად იქნება ჩვენ სირწმენის გასაცოცხლებლად რომ ჩვენ ამ ქვეყნის მეფეს ალბერდებით ელოდეთ უფალს მეორედ მომავალს ყველაზე დიდებით განსაზღვრეთ სოფლისა ამას დღეს ვისაუბრებთ ჩვენ და ეს ბზა გახსენებდეთ თქვენ ყოველ დღეს დღის განმავლობაში რომ უფალი ელოდება ჩვენ სიყვარულს ჩვენ წმენას ჩვენ კეთილ საქმეებს იმ ჩვენ ლამპრებში ზეთის მომარაგებას რომ ამთებული ლამპრებით შევხვდეთ უფალს მომავალს დიდებით ქვეყანაზე დავით ანგელოსთა დასით და ღრუბლებით სიმაღლის მაჩვენებელია გილოცავთ კიდევ ერთ ამ დღეს და გახსოვდეთ უფალი და უფლის სიყვარული და რწმენით იღვაწეთ ქვეყანაზე ამინ